გაგაცნობთ გორელ მხატვარ დიზაინერს, რომელმაც 20 წლის ასაკში ბევრი წარმატებული და მნიშვნელოვანი ნამუშევარი შექმნა. გიორგი ბუზიაშვილი იდეალურად ხატავს კედელზე, ტილოზე და ქმნის ისეთ ნამუშევრებს, რომლებიც ადგილობრივი და საერთაშორისო დამთვალიერებლის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ახალგაზრდა ბიჭი იღებს კომერციულ შეკვეთებს და ასრულებს განსაკუთრებული სირთულის ნამუშევრებს. ვინ არის გორელი 20 წლის მხატვარი და როგორია მისი მიზნები, გიორგი ბუზიაშვილს ახლოდან TV მონიტორინგის სიუჟეტიდან გაიცნობთ. სტაჟი მაქვს 8 წელი და თითქმის ჩემს ყველა ნამუშევარს თავისი ისტორია აქვს. არის ტკივილიც, არის სიხარულიც, ბედნიერებაც და სხვადასხვა ემოციები. 13 წლის ასაკში მიმიყვანა დედაჩემმა ხატვაზე და შემდგომ სადღაც 6 წელში მოვინდომე რომ ჩემით განმევითარებინა საკუთარი თავი და მინდოდა რომ ყოლოდა მეც ყოფილიყავ მასწავლებელი, ყოლოდა მოსწავლეები, გამიტანა ჩემი ნამუშევრები სხვადასხვა გამოფენებზე და შეეფასებინათ ხალხს ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ნამუშევრები. მე ვარ გიორგი ბუზიაშვილი, 20 წლის მხატვარი და მომავალ დიზაინერი. ეს არის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი და ეს დავხატე მაშინ, როდესაც დედაჩემი იყო ძალიან ცუდად, საავადმყოფოში იყო და როდესაც უკეთებენ ოპერაციას, იყო კომაში და ავსახე ის ტკივილი, რასაც მაშინ ვუწოვდი. ხატვა არ არის მარტივი სიმართლე რომ გითხრათ, 80% მონდომებაა და დანარჩენი ნიჭი. ყველა მხატვარს თავისი ნიშანი აქვს ყველა ნახატზე. ჩემში მაგალითად ერთადერთი რასაც ვტოვებ ნახატზე თითქმის 90%-ზე არის თვალი, რათა ამოიცნოს მაყურებელმა თუ ვინ ხატავს ამას. – 2020 წელს გამოფენაზე გავიტანე ნახატი, ნატურმორტი იყო. ეს იყო ჩემი სოფლის ნატურმორტი, რომელიც პირველი იყო გამოფენაზე, რომელიც გაიყიდა. მაშინდელ დროზე საკმაოდ ძვირი იყო, 650 ლარად გაიყიდა. ვამაყობდი იმით, რომ ჩემი ნამუშევარი, ჩემივე ხელმოწერით ვიღაცის სახლში მაინც ეკიდებოდა. პირველად მახსოვს დავხატე კედელზე. ძალიან კარგი გამოვიდა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა და მინდოდა რომ უფრო განვითარებულიყო, ესე ვთქვათ, ჩემი ხელის მოტორიკა და გადავედი ტილოზე. რაზეც საკმაოდ ბევრი ნამუშევარი და საკმაოდ ბევრი, ასე ვთქვათ, ჩემს ცხოვრებაში ექსკლუზიური ნამუშევრების შექმნა მოხდა. ეს არის ჩემი მთელი ცხოვრების მიზანი, რომ ვიყო დიზაინერიც და მხატვარიც. მაგრამ ხელოვნება ჩემთვის ისეთი რამ არის, რომ ეს არასდროს არ შეიცვლება რამით. იმიტომ ერთადერთი ცხოვრებაში რაც მაქვს არის ეს საღებავები და აი ესენი ნამუშევრები, რაც მიხალისებს მთელ ცხოვრებას.